მაგრამ ვერ ჩააგდო. გივი ბაქრაძე, ნახოთ აბა. ბერუაშვილი, ყოჩაღ წინვალეში. ხარო ეხლა აქ ეს ბურთი ბაქრაძე. რა მაგარი მოძრაობა გააკეთა ბაქრაძე. როცა ხედავთ თამაც შეინარჩუნა ეხლა იქ ლონდარიძეს ორკულიანი. და იქ როგორც ხედავთ, ასე პირველი ცვლილება მზადდება შესაძლოა აკადემიის შემოქმედებაში. ბაქრაძემ ეს თუ ჩააგდო, ჩაითვალა ეს რა თქმა უნდა ჩაითვალა. ანიაშვილი. ბაქრაძე. სულ სიტუაციაში ძალიან კარგი გამოსავალი მოძებნა ხიზანიშვილი აქეთ ბაქრაძე მარტო იქ ჩხარეულმა ნახეთ სამწუხაროდ აი აქ თუმცა არჩიბეძე და აი აქ არის სხვაობა არის 21 გოლი. რაღა პატარა დეტალი თავარია ალბათ, მაგრამ გივი ბაქრაძე და ჩააგდო გივი ბაქრაძემ. ყოჩაღ 47 წელი. ბევრი არაფერი დაშავება. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ბურთხელში ეჭირა და გაუვარდა ხელი. ვერ მოხსნა, ხო. ბაქრაძე რა ლამაზად ითამაშა გივი ბაქრაძემ. ყოჩაღ, ბრავო. 20 კულა სხვაობა. ბაქრაძე კლავ ბურთით. ძალიან კარგი პასი. ჩემი აზრით მისი თამაშის ხილვა. ნენ კარგი კალათბურთელია, ნამდვილად, გიორგი და ნახოთ როგორ გამოიჩენს სუპერლიგაში. არა, გუნდი ფაქტია ბოლომდე იბრძვის თან პირობებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რაღაც პრობლემები აქვს. ქართულ სპორტს შეუწყო ხელი რომ განვითარდეს. ქართული სპორტით გინდაც კალათბურთში, გინდაც ფეხბურთში და ყველანაირ სპორტის სახეობაში ბაქრაძემ ჩააგდო აქ ბურთი, იმიტომ რომ ეს ბურთების აცილება ცოტა თავისი შეტევა. მოდი, სანამ ჯერ თამაში ისე ვთქვათ გახურებულა და შესულა რა ხმა, რომელიც არის სუპერლიგის საინფორმაციო მხარდაჭერი. ასევე საინფორმაციო სააგენტო ვორლდსპორტთან ერთად, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 11 თამაშის შემდეგ გუნდს აქვს 9 მოგება და 2 წაგება, 20 კულა აქვს შს აკადემიას. შეხვედრის ალბათობა გაქვს, ძალიან კარგი და კალში ნახეთ თქვენ კომენტარით შეიძლება არ ჭირდებოდა მას, მაგრამ მე მინდა კომენტარი გავუკეთო იმას, რომ სერიოზული განაცხადი გააკეთა ამ თამაშის მოგებაზე. საფრთხის საპასუხო მას აკეთებდა ალბათ კლაინენი, მაგრამ დაიკარგა ეს ბურთი. ზედიზედ ორჯერ კარგი თამაში დაცვაში და ენდუანი, ბრავო, გივი ბაქრაძე. 64-58, 6 კულა. ან 6 კულაა სხვაობა ან 10. სტაბილურად. უკვე გივი ბაქრაძე. თავის თავზე აიღო ბაქრაძემ ძალიან კარგი ყველაფერი 23-13. ჯერ ყველაფერი წინ არის, ანუ მე მახსოვს თამაშები ამ სეზონშიც, როდესაც ესტე უიგებდა, თუმცა და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვენ წააგო და არ მოუგია პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ თუ სხვაობა გაზარდო, სხვაობა ანგარიში, თუმცა მათაც არ გამოძდით ეს და ძალიან კარგად თამაშობს. და ბრძოლა ბურთისთვის მოიგოთ ესე კარგად ჩადგა იქ ხარი შეიძლება ითქვას ჩხარეულმა და ბაქრაძეს აღარ გაჭირებია ბურთის დაუხლება და ბაქრაძე იწყებს თესეუს მორიგიერის გადააწყვეტა ტეტელაშვილს, ტეტელაშვილი შევიდა ძალიან კარგად და მოახერხა კიდეც გამარჯვება ჩაიწეროს აქტივში არის ერთ-ერთი თესეუ, ასე რომ სწორედ აი ამ გუნდთან დღევანდელ თამაშში ეცდებიან მაქსიმალური მობილიზების გამოვლენას, რათა ბოლო-ბოლო დაასრულონ ნავსიანი მოუგებელი სერია, თუმცა ასე არ ფიქრობს ჩხარეული. გაითამაშა ანიაშვილთან კარგი გადაცემა სერჟაზე ლაინზე და კიდევ უნივერსიტეტის გუნდში გიორგი ტეტელაშვილი, რომელიც სწორედ ახლა გახავთ ბურთით, გადაწყვეტა ხიზანიშვილს, ხიზანიშვილმა ბაქრაძემ მოძებნა, ბაქრაძემ ასელაინი და კიდევ რას წარმოგიდგენთ ევროპაბეთი და მას თქვენთვის ჯამლეთ უხაშვილი და ირაკლი აბაშიძე გაუძღვებიან. ამრიგად ყოლომწვრთნელები გიორგი ჩხეიძე და ლევან ქარაბალკი. და შეხვედრა ესეც ირაკლი ბერიშვილია? და მას ეხმარება გურამ მიქელაძე. მესამე მსაჯი აგნოზაძის შესახებ სტუდენტებს. ამასობაში 13-11 ანგარიში თესეუა ბურთით გივი ბაქრაძემ წინვალე ჩვენება აუკეთა გოგა ტომარაძე და ჩააგდო. შემოვა თესეუს შემადგენლობაში. 21-14 ანგარიში და აქვე სამკოლი სერჟ ასელაინი ბურთით გივი ბაქრაძე გაიქცა ოლიმპით 11 კულაა სხვაობა. ნახოთ ხანიაშვილი თუ ჩააგდებს ყოჩაღ. ვერ ვიტყვი რომ ხება მაწყინა ასეთი რამე მოძდით ყველას ჩინებული პასი ხანიაშვილი აქედან ძნელი იყო კარგი თამაშია ისეთი სახალისო ისე როგორც წინა შეხვედრა ჯარი იშვიათად ესურის სამკულიას არა და კონდა ამის ადგილი თუმცა მე მეგონა რომ ჩავარდა კარგად თამაშობს ბაქრაძე ყოჩა ჩინებული პასი ირაკლი მიქელაძის მაგრამ არ წავიდა კორცსა ბაქრაძე ჩინებული პასი და 2 კულა
ვიყურებ თამაში. ესეც ხდება. არადა სამკულიანები ჩააგდო პირველ პერიოდში. ჩინებული პასი და ერთმანეთს შეუშალეს. ოლიმპის მოთამაშეებმა ხელი და ბურთი კვლავ თესეულს ააუქრა ბაქრაძემ. ძალიან ჩაგდებას რა შეეხება მე-9 ნომერს სტუდენტთა მე-9 ნომერი. როგორც იცით, გახლავთ. ეიმურას თავმაიშვილი. ასევე ვახსენეთ, რომ ტური დაიწყო აი მეოდენო თვალი ბაქრაძის ამ გარღვევას, როგორ დასრულდება, ზუსტი ორქულიანი გასრულდა ძალიან ახალგაზრდული გუნდია, რა თქმა უნდა ბაქრაძე ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. ჩაითვალა ეხლა აქ, როგორც სანგარიშთან ხედავთ, ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა ბოლო წამებზე აი მატჩიდან 13 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს გია კაზანჯიანის გუნდს. აქ როგორც ვთქვათ ბაქრაძე კვლავ შეტევაზე და აი ხედავთ ძალიან თითქმის ორმაგი მის საშუალო მაჩვენებლები თითქმის უტოლდება ბაქრაძე ახალგაზრდა ნიკოლოზ ბაქრაძე როგორც ხედავთ თქვენ სასტარტო ხუთეულში ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახლდათ ბაქრაძის სამკულიანის სპორტის შემდეგ ასევე 10 გოლა დაუგროვდა თესეულს უკან ახალგაზრდას აი ასელაინი და განაახლებს თამაშს ბაქრაძე ალბათ გველი ძალიან საინტერესო თამაში კულაკულაში და ბაქრაძე შეგვიძლია რომ არის საკმარისი დრო რომ მომზადდა შეტევა ბაქრაძე თავად შეუტია ასელაინი მოძებნა ორქულიანი თუ ჩავარდა ჩააგდო ასელაინი 17 ჯერ კიდე ყველაფერი წინ არის 9 კულა მართალია სხვაობა მაგრამ ჩავარდა ეს ბურთი ჩაითვალა საოცარი ბურთი ჩაითვალა ეს ბურთი მე რამდენიც უკან ბაქრაძეს უკან ახაზელია შეტევა ძალიან შესანიშნავი გადაცემა ნუ აქ ოცკულას მიაღწია უკეთესეულ სუპერეცობა ვახანიამ ბურთი შემოიტანა უფროსორეთ უკვე ვახანიამ ბურთი თამაში გივი ბაქრაძე გადააწოდა კობიძეს და კობიძემ ჩააგდო მშვენივრად ითამაშა ცხრით ჩააგდო იოაკიმ შელბომი გახსოვთ ალბათ ყველას კარგად რომელიც გადაწყვიტა პასი გივი ბაქრაძეზე გივი ბაქრაძე სამკულიანი ჩავარდა 24-19 კარგად ითამაშა გაბისონია თუმცა საბოლოოდ გაფრინდაშვილი რომელიც სწრაფად შევიდა არაზუსტი გადაცემა გააკეთა გიორგი ბაქრაძე და მორიგი 2 კულა მარტოდ არ ჩაგიგივი ბაქრაძე უბრალოდ და თამაში წაგებული აქვს მეც დავიტოვოთ რომ აი დარჩენილ ნაწილში უკეთეს თამაში მოგთავაზებენ აი ეს აუთსაიდერი გუნდებია გივი ბაქრაძე თავის თავზე აიღო თამაში და ჩააგდო ჩაითვალა ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ითამაშა გივი ბაქრაძემ და 2 კული წინ გაიყვანა თავისი გუნდი აქ ჯარიმა დაცვაში და ბურთით ბოლონდის ტელემაყურებელი ამით მხოლოდ მოიგებს და ასევე ყველა ის გულშემატკივარი რომელიც მრავლად არ არის მაგრამ მაინც მოსულია სპორტსაცი აქვს 150-დან 150 ჯარიმა თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ხოჭა ტაიმის დასრულებამდე და როგორც ხედავთ ძალიან ისეთი ნორმალური რეალური შანსი აქვს ხარეულმა გაისწრო სტუდენტებმა ანგარიში 37-30 2:12-3-ია ტაიმის დამთავრებამდე ბაქრაძე ესვრის და აი ეს არის ის რაც კობიძე ბაქრაძე რთულ სიტუაციაში ორი გალბურთელია მის წინააღმდეგ კობიძეს გაუკეთა გადაცემა ცალი ხელით ირაკლი კობიძე მოათხოვამდე დავიდა სხვაობა რევაზაშვილი ვერ აგდებს თელი მოედანი გაიარა როგორც იცით პირველი თამაშია დღევანდელი ტურის გაიმართება კიდევ ძალიან საინტერესო შეხვედრები ტურის ცენტრალური მატჩი შსს აკადემია და აქ რა გააკეთა კობიძემ ძალიან საინტერესო ეპიზოდი ბაქრაძე კარგი პასი 2 კულა კარგად შევიდა მაგრამ იგრძნობოდა რომ ორცნა არ იქნებოდა სწორი აქ ბაქრაძე ჩინებული შესვლა ბაქრაძე იგი დიდი ხნით დასტოებს მოედანს მანამ სანამ აუცილებელი საჭიროება არ შეიქმნება სასწაულებრივი პასი მოთამაშე სამკულიანი დისტანციიდან ზუსტია ბაქრაძე რომ ფარქვეშ და ზოგადად სამწამიან ზონაში სოხუმის უპირატესობა ცალსახად ძალიან დიდია თვალი ამ შეტევას სამკულიანი არაზუსტი
ვასილ ბეროაშვილის შეტევა. ზედიზედ მეორე თამაში თესავოს კალათბურთელების მხრიდან, რადგან როგორც ნახოთ შეტევა ხანიაშვილის ზუსტი ერიში იყო წინა ეპიზოდში. ბაქრაძე ზუსტია გივი ბაქრაძე სუპერლიგის მეორე წრის მე-9 ტურის ძალიან საინტერესო შეხვედრა და 15 სერგო ათუაშვილი გახლავთ ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მოვიდანში. თუმცა ნახეთ ხანიაშვილმა მოასწრო ამ შემთხვევაში ცოტა გვიან დააბრუნდა მართალია დაცვაში. მაგრამ აი ამ შემთხვევაში გამართლებული გამოდგა 6 საჯარიმო ჩააგდეს პირველ ტაიმში სოხუმის კალათბურთელებმა. ეს კი ბაქრაძეს ძალიან საჭირო სამფულიანი. ამდენჯერმე მან მოახერხა დღევანდელ მატჩში ეს ჩაჭრა და 3 ქულა ვახტანგ ჩხარეულის შესრულება. წუთი და 25 წამი მატჩის დასრულებამდე. აქ კი საოცარი მომენტი ვიხილეთ ეხლა გივი ბაქრაძე.